1963 წელი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც წელი, როცა მოკლეს პრეზიდენტი კენედი. 7 იანვარი. საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის განხეთქილების დასაწყისი. გაზეთ პრავდაში დაიბეჭდა მეწინავე სტატია, სადაც გაკრიტიკებული იყო ალბანეთის კომპარტია. თუმცა ამავე დროს იგულისხმებოდა ჩინეთის კომუნისტური ისტაბლიშმენტიც. ანუ ყველაფერი ცნობილი ქართული გამოთქმასავით არის მულუშენ გეუბნები და ძალუშენ გავიგონეო. მთელი წლის განმავლობაში არის დაპირისპირება ჩინურ გაზეთებში იბეჭდება საბჭოთა კავშირის და მის ხელისუფლების კრიტიკა, მსგავსი რამ ხდება ასევე საბჭოთა გაზეთებში. თავარი მომენტი სწორედ იყო იდეოლოგიური მომენტი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო საბჭოთა კავშირში მიმდინარე დესტალინიზაციის პროცესი, რომელიც მთელი ეს პერიოდი დაწყებული 56 წლიდან 64 წლამდე მუდმივად ვითარდებოდა და ესეთი კამპანიური დრო და დრო ხასიათიც ჰქონდა ესეთი სერიოზული. 22 იანვარი საფრანგეთსა და გერმანიას შორის ხელი მოეწერა ეგრეთ წოდებულ ელისეს ტრაქტატს. უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს ხელშეკრულება გახდა რკინისა და ქვანახშირის კავშირის საფუძველი, ანუ ეკონომიკური დაახლოებისა საფრანგეთსა და გერმანიას შორის პირველი ვინც საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ამ შეხვედრის შემდეგ დეგოლს იყო საბჭოთა კავშირი, რომელმაც ძალიან კარგად იგრძნო საფრთხე. 29 იანვარი გენერალმა დეგოლმა ვეტო დაადო ბრიტანეთის შესვლას საერთო ევროპულ ბაზარში. როგორც ხედავთ, ეს ევროპულ-ბრიტანული დაპირისპირებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდისთვისაც არის დამახასიათებელი. ბრიტანეთი მაინც აღიქმება როგორც არა ევროპის განუყოფელი ნაწილი, არამედ როგორც გარკვეული პერიფერია ევროპისა. ერთ-ერთი გამოხატულება არის სწორედ დეგოლის ეს ვეტო. 27 მარტი ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში გამოვიდა ჰიჩკოკის ჩიტები, რომელმაც ფართო გამოხმაურება მოიპოვა, რაც სულელაც არ არის გასაკვირი. ამდენი წელი გავიდა და ჰიჩკოკის ეს კინოსურათი დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო ტრილერად და თანამედროვე მაყურებლისთვისაც ეს არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება იმისა, თუ რა არის შიში და ძრწოლა. აპრილი. იუგოსლავია სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა ოფიციალურად, ხოლო იოზიფ ბროს ტიტო გარდაცვალებამდე მის მუდმივ პრეზიდენტად, მართლაც ესე მოხდა. იოზიფ ბროს ტიტო გარდაიცვალა დაახლოებით 15-16 წლის შემდეგ და ეს რჩებოდა იუგოსლავიის ერთიანობის გარკვეულ სიმბოლო. თან ამავე დროს ისიც არის აღსანიშნავი, რომ იუგოსლავიას ამ პერიოდისათვის აქვს და შემდეგაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის მესამე მხარის ლიდერი. იგულისხმება ის, რომ სწორედ ბელგრადში ჩატარდა პირველი კონგრესი ეგრეთ წოდებულ მიუმხრებელთა, ანუ იმ სახელმწიფოების, რომლებიც არც ვარშავის ხელშეკრულებაში შედიოდნენ და არც ნატოში და იუგოსლავიას აქვს მთელი ეს პერიოდი ჰქონდა გარკვეული ესეთი პრეტენზია, რომ ის ყოფილიყო ამ მესამე მხარის როგორც იდეოლოგიური, ისე პოლიტიკური ლიდერი. სანამ იოზეფ ბროს ტიტო იყო ცოცხალი, გარკვეულწილად ამ ფუნქციას იუგოსლავია ასრულებდა. მაისი ფიდელ კასტროს ვიზიტი საბჭოთა კავშირში, ნამდვილად შეიძლება უწოდოთ ამ ვიზიტს ისტორიული ვიზიტი. საბჭოთა კავშირისთვის კუბა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ანუ ქვეყანა, რომელიც იმყოფება ფაქტურად მტრის ზურგში და ამ თვალსაზრისით პოზიციონირების საშუალება აღარ დარჩა კუბას ამერიკის განხორციელებული ყურის ოპერაციის შემდეგ. სწორედ ამის შემდეგ პირველად გამოაცხადა
ფიდელ კასტრომ რომ კუბის რევოლუცია ეს იყო სოციალისტური რევოლუცია, მართლაც საბჭოთა კავშირის დანგრევამდე თუ არა პერესტროიკამდე მაინც კუბა იყო ერთ-ერთი სრულად ესეთი აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი საბჭოთა კავშირის და ეს ურთიერთობები ისე პერესტროიკამდე მუდმივად ძლიერდებოდა, ხაზგასმული იყო და ნუ ცხადია მთავარი ფუნქცია კუბისა იყო სწორედ ის რომ აი ეს არის პირველი ლათინოამერიკული ქვეყანა სადაც განხორციელდა ესეთი სუფთა სოციალიზმი და ის არის გარკვეული თვალსაზრისით ის იარაღი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამერიკული ნაწილის, ასე ვთქვათ, გასოციალისტურება. ნუ ეს რა თქმა უნდა ამ პერიოდისათვის, უფრო 60-იანი წლებისათვის არის დამახასიათებელია ეს იდეალიზმი. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ სოციალისტური და იდეოლოგიური დგენელის ნაცვლად წინაპლანზე გამოვა გეოპოლიტიკა. და ამ თვალსაზრისით კუბა თანამედროვე რუსეთისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია, უღოთ უკვე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. 3 ივნისი გარდაიცვალა რომის პაპი იოანე 23. მისი პონტიფიკატი სულ 5 წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ეს იყო კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარდამტეხი პონტიფიკატი. სწორედ იოანე 23-ის ინიციატივით დაიწყო ვატიკანის მეორე კრება, ანუ მსოფლიო 22 კათოლიკური აღრიცხვით. ეს კრება დაიწყო წინა წელს, 62 წელს. კრების განმავლობაში სწორედ მოხდა ისე, რომ იოანე 23 გარდაიცვალა, კრება დროებით შეჩერდა. კრებაზევე აირჩიეს ახალი პაპი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იოანე 23-ის შემთხვევაში არის ის, რაც დღევანდელ პონტიფიკსაც ახასიათებს ფრანცისკეს, ესენი მართლა ძალიან გვანან ერთმანეთს. ეს არის პიროვნული ხიბლი, პიროვნული ქარიზმა, პიროვნული მომენტი მოწყალების წინაპლანზე წამოწევა. თუმცა ეს არ უშლიდა იოანე 23-ს, რომ საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯებიც გადაედგა, კერძოდ წინა წელს მან ეკლესიიდან განკვეთა ფიდელ კასტრო. მთლიანობაში ის დარჩა ადამიანების მეხსიერებაში, როგორც აი მოწყალე პაპი იოანე 23. თერთმეტი ივნისი ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ ფიჯერალდ კენედიმ რადიოთი სამოქალაქო უფლებათა ბილი გამოაცხადა, რომელიც გულისხმობდა ყველა ჯგუფისა თუ ინდივიდის სრულ თანასწორობას კანონის წინაშე და ამან მართლაც ძალიან სერიოზული რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ დასავლურ სამყაროში. ჯონ კენედის ხატში, როგორი ხატის დარჩა მისი სიკვდილის შემდეგ, აი ეს სიტყვა ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია. 21 ივნისი კარდინალთა კონკლავმა ვატიკანის მეორე კრების დროს, როცა კრება დროებით შეწყდა, კარდინალი ჯოვანი ბატისტა მონტინი ახალ პაპად აირჩია. ის შევიდა ისტორიაში როგორც პავლე მე-6. და უნდა ითქვას, რომ პავლე მე-6-მ გააგრძელა იოანე 23-ის ფართო გაგებით ეს რელიგიური პოლიტიკა და ამ მხრივ მას ახასიათებდა წინამორბედისადმი ესეთი მოგრძალება, მოწიწება და თამდაბლობა. 26 ივნისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ესეთი მომენტი პრეზიდენტ ჯონ კენედის პრეზიდენტობის ხანის და მისი ერთ-ერთი მართლაც დამახასიათებელი მომენტი. ბერლინში მან წარმოთქვა თავისი სიტყვა, რომელიც ცნობილია ესეთი ფრაზით Ich bin ein Berliner, მე ვარ ბერლინერი და მან ძალიან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ამ ფრაზამ და მე ჩვენ ყველა ვიცით, რომ ეს ფრაზა გახდა რაღაცნაირი ესეთი მატრიცა, როდესაც ხდება ამ ფრაზის ესეთი გამოყენება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში. ჩვენ ყველანი ვართ ქართველები, მე ვარ ქართველი, ან მე ვარ შარლი ებდო და ასე შემდეგ. Today, in the world of freedom, the proudest boast is Ich bin ein Berliner. 28 აგვისტო მარტინ ლუთერ კინგის ასევე არანაკლებ ცნობილი სიტყვა, რომელიც რაღაც გარკვეულ პარალელიზმში ნამდვილად არის
ან გარკვეულად ინტერტექსტუალურადაც არის დაკავშირებული კენედის სიტყვასთან. ამ სიტყვას ქვია, ყველასათვის ცნობილი, ყველამ ვიცით ეს I have a dream. ამავე დროს უნდა გავხაზოთ ისიც, რომ მარტინ ლუთერ კინგი იყო პასტორი და მართლაც არაჩვეულებრივად ფლობდა ამ რიტორიკას. ეს სიტყვა მართლაც ერთ-ერთი შესანიშნავი სიტყვა თავისი რიტორიკული აგებულების თვალსაზრისით. 15 ოქტომბერი გადადგა გერმანიის პირველი კანცლერი კონრად ადენაუერი, რომელიც თითქმის 20 წელიწადი იყო გერმანიის კანცლერი და ის შეცვალა არანაკლებ ცნობილმა უკვე ისტორიულმა ასევე ფიგურამ ლუდვიგ ერჰარდმა. ადენაუერთან და ერჰარდთან არის სწორედ დაკავშირებული გერმანიის დასავლეთი გერმანიის, მაშინ ჯერ კიდევ დასავლეთი გერმანიის ესეთი სწრაფი პროგრესი, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებების თვალსაზრისითაც და საზოგადოდ უნდა შეევნიშნოთ კონრად ადენაუერთან დაკავშირებით, რომ ის იყო არა უბრალოდ მორწმუნე ადამიანი, არამედ ეკლესიური ადამიანიც, რომელიც როგორც შემდეგ მისი გარდაცვალების მერე გამოირკვა, ის ცხოვრობდა ძალიან ისეთი ასკეტური, ბერული ცხოვრებით. კონრად ადენაუერი ითვლება ალჩიდე დე გასპერისთან და რობერ შუმანთან ერთად იმ ადამიანად, რომელსაც უწოდებენ ერთიანი ევროპის არქიტექტორებს. მისი ესეთი ძალიან სუფთა ასკეტური და მორალური ცხოვრების გამო კათოლიკ ეკლესიაში მიმდინარეობს მისი ბეატიფიკაციის, ანუ ნეტარად შერაცხვის პროცესი, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა პოლიტიკოსებთან მიმართებაში. 22 ნოემბერი მართლაც არა მარტო წლის, არამედ რაღაც გარკვეული ესეთი წერტილი, გარკვეული ესეთი პერიოდის, საკმაოდ ტრაგიკული დალაში მოკლეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ფიჯერალდ კენედი. იმავე დღეს გარდაიცვალა ორი ძალიან დიდი მწერალი, საზოგადო მოღვაწეც გარკვეული აზრით და ძალიან დიდი მოაზროვნე, ოლდუს ჰაქსლი და C.S. ლუისი. რაღაცა ეს ნამდვილად გავდა რაღაც დიდი ეპოქის დასასრულს. აი როგორც გალაქტიონმა თავის დროზე შენიშნა, რომ წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი. აი თითქოს აი ჰაქსლისა და ლუისის, რომელიც გარკვეული აზრით ანტიპოდებიც იყვნენ, აი ამ ორი დიდი მწერლისა და დიდი მოაზროვნის გარდაცვალებით ინგლისურ კულტურაში მართლაც რაღაც დიდი ეტაპი დასრულდა. და არა მხოლოდ ინგლისურ კულტურაში. პრეზიდენტ კენედის მკვლელობა, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად იყო ამ 60-იანი წლების ოპტიმიზმისათვის ზურგში დანის ჩარტყმა. შემდეგი ესეთი მოვლენები, რომელიც ამ ოპტიმიზმის შეუქცევადი ხარჯვა გამოიწვია, იყო 68 წლის მოვლენები, გულისხმობთ პრაღის გაზაფხულის ჩახშობას. მაგრამ პირველი ესეთი მძიმე დარტყმა, რა თქმა უნდა, 60-იანი წლების აი ამ ოპტიმიზმს, ის რაც დაგროვებული იყო აი ამ კოსმოსური ერის დასაწყისი ტექნოლოგიებით, აი ბიტლსის გამოჩენით და სხვადასხვა აი ამ ტიპის მოვლენებით, ახალგაზრდული სუბკულტურების გაჩენით, პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, იყო რა თქმა უნდა პრეზიდენტ კენედის მკვლელობა. და მეორე მომენტი საინტერესო, რომელიც უკვე მაშინ არ ჩანდა და უფრო დღეს ჩანს. კონსპიროლოგიური თეორიებისა და კონსპიროლოგიის რაღაცა საოცარი გაფურჩქნა სწორედ პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ. კონსპიროლოგიის, რომელიც დამახასიათებელია არა მარტო ყვითელი პრესისთვის, არამედ რომლის აჩრდილიც ბევრ ესეთ სერიოზულ ფილმშიც თუ ნაწარმოებშიც ჩანს. ამ ხრივად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯონ ფიჯერალდ კენედის მკვლელობა. როგორც უკვე აღნიშნეთ, ამავე დღეს გარდაიცვალა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ინგლისელი მწერალი, მოაზროვნე, ფილოსოფოსი C.S. ლუისი და ოლდუს ჰაქსლი. ჰაქსლი პირველის ყოვლისა ჩვენთვის
რჩება მწერლად, რომელმაც ზამიაწინთან ერთად შექმნა ახალი ჟანრი, რასაც უწოდებენ ანტიუტოპიას ან დისტოპიის ჟანრს უწოდებენ ხოლმე, თავისი ნაწარმოებით New Brave World, სადაც მან გვიჩვენა ტოტალიტარიზმის ის ნაირსახეობა, რომელსაც საყოველთაო სტანდარტიზაცია ბადებს. ამით ის განსხვავდება ასევე ძალიან ცნობილი შემდეგი პერიოდის ნაწარმოებისაგან, რომელმაც ანტიუტოპიის ჟანრის ასევე კლასიკური ნაწარმოები გახდა, გულისხმობთ ორუელის 1984-ს. მაგრამ ამავე დროს ჰაქსლი მოღვაწეობის მეორე პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღბეჭდილი ძალიან ღრმა ესეთი ფილოსოფიური განაზრებებით ისეთ თემებზე, როგორიც არის ნარკოტიკები და ნარკოტიკების როლი ახალ კულტურაში და საერთოდ მსოფლიო კულტურაში, Doors of Perception. სწორედ ეს სახელი გამოიყენა შემდეგ ჯიმ მორისონმა თავის საკუთარი ჯგუფისათვის. ამავე დროს ის წერდა იმას, რასაც შეიძლება უწოდოთ ტიპური non-fiction-ი, რომელიც ახლა არის ძალიან გავრცელებული, კერძოდ მისი წიგნი რუხი კარდინალი, რომელიც ალბათ ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა. C.S. Lewis-ი რაღაცით გავს და რაღაცით რადიკალურად განსხვავდება Aldous Huxley-საგან. Lewis-ი უპირველეს ყოვლისა იყო და ჩვენთვის რჩება, რა თქმა უნდა, უკტავი ნარნიის ქრონიკების ავტორად, მაგრამ არა მარტო, ის იყო ძალიან დიდი ქრისტიანი აპოლოგეტი, მისი წიგნი უბრალოდ ქრისტიანობა არის დღემდე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქრისტიანული აპოლოგეტური ნაშრომი, არა მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, მას მთელი ტრაქტატები აქვს სწორედ ესეთი აპოლოგეტურ ქრისტიანული ხასიათის, ის მიეკუთვნება ოქსფორდული კათოლიკური ანგლო-კათოლიციზმის ნაირსახეობას. ის იყო ტოლკინის უახლოესი მეგობარი, ოქსფორდელი პროფესორი, შესანიშნავი სპეციალისტი საშუალო საუკუნეების კულტურის, ძალიან ღრმა დახვეწილი ინტელექტუალი, რომელსაც შეეძლო და წერდა კიდეც კრისტალური ინგლისურით. უღრმეს ინტუიციებს გადმოსცემდა კრისტალური და მარტივი ინგლისური ენით. თან ამავე დროს ის ლაპარაკობდა უკანასკნელ ქრისტიანებზე. ასეთ უკანასკნელ ქრისტიანად აღიქვამდა საკუთარ თავს. არა, ამაში არანაირი პესიმიზმი არ არის, აქ საერთოდ არ იგულისხმება ის, რომ ქრისტიანობა მთავრდება და დგება პოსტქრისტიანული ერა. უბრალოდ უკანასკნელი ქრისტიანი ამ შემთხვევაში უნდა გავიაზროთ არა დროით, არამედ სივრცითი გაგებით. როგორც უკანასკნელი მეციხოვნე, რომლის უკანაც არის მხოლოდ ჯვარი და მხოლოდ მაცხოვარი და გარკვეული აზრით თითეული ქრისტიანი უნდა იყოს სწორედ ესეთი უკანასკნელი ქრისტიანი. საოცარი არის ის, რომ ეს ოქსფორდელი პროფესორი, ანგლიკანური ეკლესიის წევრი, მაგრამ თავისი მსოფლშეგრძნებით მართლაც კათოლიკურად მოაზროვნე, ამ თავისი კონცეპტით და ამ თავისი უკანასკნელი ქრისტიანის ამ რეალური მეტაფორით ძალიან გავს ჩვენს არაჩვეულებრივ პოეტს, რომელიც ამავე წელს გარდაიცვალა 1963 წელს 1 მაისს გარდაიცვალა ქართული პოეზიის მეორე პოლუსის წარმომადგენელი. თუ ერთი პოლუსი ეს არის გალაქტიონ ტაბიძე, მეორე პოლუსი ეს არის ნიკო სამადაშვილი, რომელშიც ფეთქავს ცოცხალი ქრისტიანობა. ამ აზრით უღრმესად რასაც შეიძლება უწოდოთ აღსარებლობითი პოეზია. პოეზია როგორც გარკვეული აზრით აღსარება მთელი კაცობრიობისა და ღვთის წინაშე, ხო? ესეთი პირველი პოეტი ქართულ პოეზიაში, რა თქმა უნდა, არის დავით გურამიშვილი. ტერენტი გრანელის შემოქმედებაშიც არის ესეთი ცოცხალი ფეთქავი, თითქოს კანი რო არა აქ ადამიანს და რო ეხები, ესეთი ქრისტიანული მომენტი და ზუსტად ეს ახასიათებს ნიკო სამადაშვილს და ყველაზე საოცარი არის ის, რომ თავის თავს როგორც ის უწოდებდა ტლუ ქართლელი ბიჭი, ამ ტლუ ქართლელ ბიჭში არის სწორედ ესეთი შეგრძნება, ეს შინაგანი ესკატოლოგიური ქრისტიანობისა, როგორც C.S. Lewis-თან და მისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი შედევრი ბეთანია მთავრდება სწორედ იმავე კონცეპტით. უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს უკანასკნელი ქრისტიანები. მართლაც ბეთანია გვიხატავს გარკვეულ ქრონოტოპოს, სადაც ქრისტიანობისგან უკვე არაფერი აღარ არის დარჩენილი და თითქოს მთელი სამყარო ესეა. აბსოლუტურად წარმართული გარემო და ქრისტიანობა, რომელიც არის მხოლოდ შიგნით, მხოლოდ ადამიანის გულში, რაღაც აზრით გახსენდება მაცხოვრის სიტყვები, რომ არა ტაძარში, არამედ სულსა და ჭეშმარიტებაში ჩვენ თაყვანს შემდეგში მამას, ხო? და თუ ეს შინაგანი ქრისტიანობა არ არის, თუ ეს მფეთქავი ძარღვე არ არის, მაშინ ტაძარი არ არის. აი სწორედ ამაზეა ეს ლექსი და ამ თვალსაზრისით
წარმართულ თუ გნოსტიკურ გარემოს ისევე ხედავდა აღმოსავლეთში ნიკო სამანდაშვილი, როგორც დასავლეთში ოლდოს ჰაქსლი და როდესაც ისინი სესაში შეხვდნენ ერთმანეთს, სწორედ ალბათ ამაზე საუბრობდნენ თუ რა არის იყო უკანასკნელი მეციხოვნე და რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელშიც ცოცხლობს ცოცხალი ქრისტიანობა, უნდა იყოს ესეთი უკანასკნელი მეციხოვნე, ანუ უკანასკნელი ქრისტიანი.